მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო ჩემს არხზე. მაგრამ ვინც არიცით, დაჩვენე 7 იუთუბერზე მაქვს Minecraft-ის კონტენტი და აუცილებლად აღწერაში დავტოვებ მაგ ლინკს. გადადით და იქაც გამომიწერთ. იგი მაქვს უკვე პავდის კონტენტი მეგობრებო. და დღეს ჩემი პირველი ვიდეო იქნება აკაუნთის განხილვა რა. ხო და მოდი დავიწყოთ ახლა აკაუნთის განხილვა. ჯერ პირველ რიგში იმით დავიწყებ, თუ აქ პირველ ზმაზე ეს მაცვია, მეორე ზმაზე კი ეს. ეს არის რუმისთვის სათამაშო და M4-ზე სკინი მაქვს მოშორებული. კაი, ეს უბრალოდ არაფერი არ არის. ახლა კი სეტები დავიწყოთ რა. მე მაქვს მეგობრებო 10 მითიკი. სწორად ხო ვამბობ? 3, 6, 9, 10. 1 და 10. ხო, 10 მითიკი მაქვს მეგობრებო, აქ ასე სკინები მაქვს და ამ მითიკებიდან ჩემი და გამორჩეული არის აი ეს სკინი. ჩემთვის. ეს სკინი არის გამორჩეული. კაი, მოდი M4-ზე სკინი დავაყენოთ. აი აქ ასე საკმაოდ ბევრი სკინები მაქვს და საკმაოდ ძველი აკაუნთიც არის. 5 წელი არის ეს აკაუნთი შექმნილი. ახლა გადავიდეთ ჰელმეტებზე. ჰელმეტებზე ჩემი ფავორიტი ჰელმეტი არის აი ეს. ეს ჰელმეტი არის ჩემთვის ფავორიტი. სხვაც მაქვს რა, მაგალითად ამ ზმანს ეს მოუხტება. აგერ რამოდენიმე ისინი მაქვს ჰელმეტები. კაი, ახლა მოდი გადავიდეთ. აი ეს მაქვს მითიკი. 8 მითიკი მაქვს მეგობრებო თავი. ასევე ეს ძალიან მაგარი თვევი მაქვს მითიკი, მე ძალიან მომწონს. აქსის საწავიდა. ახო ესეც ასევე ძალიან მაგარია მეგობრებო ჩემი აზრით და აქედან ჩემი ფავორიტი აი ეს არის და აი ეს. კაი, სათვალებზე გადავიდეთ. სათვალებზე დიდი არაფერი არაა, პატარა არჩევანია, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც დავასახელებ და აი ამას ვიტყვი. კაი, ახლა ეს მოვიშოროთ. ორი წუთი მოვიშოროთ რა. კაი, მოვიშოროთ. ახლა გადავიდეთ აქ. აი ეს ალბათ თითქმის ყველას აქვს და აქედან ჩემი ფავორიტი ალბათ იქნება აი ეს და აი ეს რა. ჩემი ფავორიტები იქნება. ეს რამოდენიმე ზმანს უხდება, საკმაოდ კარგია. ახლა კოპტებზე გადავიდეთ და კოპტებზე როგორც იცით, ეს არის ძალიან კარგი. ზოგი ადამიანი მეგობრებო, აი ამას და ამას ერთმანეთ ადრის და უბრალოდ მეგობრო, ეს ამაში რატო უნდა შეადაროთ ვერ მეგობრებო. ეს ამაში შეიძლება, ეს უბრალოდ რა მაგარია ხელებზე, რა მაგარია კლების საუეთ აქვს და იმენა ძალიან კარგია და ბევრ ზმანს უხდება რა. აქედან ჩემი ფავორიტი დავასახელებ ალბათ ამ ზმანს, რომელიც ახლა მაცვია. ესეც ძალიან კარგია და აი ეს. ეს სამი არის ჩემთვის ტოპი რა. ტოპ გამორჩეულები. ჩანთებში გადავიდეთ და ჩანთებში ალბათ უკვე დაინახავდით, რომ ეს ჩანთა მაქვს და ეს არის ჩემი ფავორიტი. ძალიან მაგარი ჩანთაა მეგობრებო, უბრალოდ რა უკნიდან ის ფრთებისავეთ როცა რომ აქ ეგეც კარგია და აქედან ალბათ მეორე ადგილზე გავიყვანდი. აი ამ ჩანთს. ეს ჩანთა არ მომწონს, იმიტომ რომ უკნიდან აქვს ქოლგა და მაგის გამო არ მომწონს. ეს ასევე ამასაც უკნიდან აქვს სკეიტბორდი, გონი სწორად თქვი. და მაგის გამო არ მომწონს, მაგრამ ეს სკეიტბორდი რომ მოვაშოროთ, უნიკალური ჩანთა იქნება უმაღლესი. კაი, შარლოებში გადავიდეთ ახლა. შარლოებში ეს მაქვს პატენტი რო ვთქვათ, აი ასე რა. იმიტომ რომ ასეთი მეორე იუსები უნდა და იგი ძალიან მაგარია. კაი, შარლოებიდან ალბათ გამოვარჩევდი აი ამას, რომელიც მაცვია. ამას და ამას. ჩემთვის გამორჩეული შარლოები რა. ფეხსაცმელებში ალბათ უკვე მიხდებოდით თქვენც, იმიტომ კეტები არის უმაგარესი. ახლა გადავიდეთ იარაღებზე. M4-ზე მაქვს ეს ორი სკინი, მაგრამ ზოგჯერ უსკინო M4 ვთამაშობ რუმებში, იმიტომ ძალიან მევასება. აკმ-ზე მაქვს ასევე ორი სკინი. აი ეს სკინი კარგია. M16-ზე მაქვს გასაძლიერებელი თოფი, რომელიც ჯერ არ უაძლიერებ, ჯერ UMP მაქვს გასაძლიერებელი და M24 შემდეგ გასაძლიერებელი იარაღებზეც გაჩვენებს. კარზე მაქვს აი ეს ორი.
სკინი და ალბათ ეს ჯობია. გროზაზე ეს მაქვს უბრალო სკინია, აუგზეც უბრალოა და ქებეზედაც უბრალოა რა. ხოლო ხონეი ბადგერზე მაქვს აი ეს სკინი და ამ თოფზე ეს სკინი. ახლა გადავიდეთ შემდეგ იარაღებს. კარაბინზე მაქვს ეს სკინი, რომელიც ჩემთვის კარგი სკინია და M24-ზე აი ეს გასაძლებელი სკინი მაქვს. საკმაოდ კარგია 3 ლეველზე მაქვს. AVM-ზე ეს სკინი მაქვს, რომელიც წინა RP-დან ავიღე და ვისაც RP გაქვთ ნაყიდი ალბათ თქვენც აიღებდით და აი მუსონზე ეს უმაგრესი თეთრი სკინი მაქვს. კაი, ახლა გადავიდეთ შემდეგ იარაღებზე. SKS-ზე მაქვს 4 სკინი. ასევე VSS-ზე 3 სკინი მაქვს, მინიზეც მაქვს 1 სკინი, MK-ზეც 1. SLR-ზე ასევე გასაძლიერებელი თოვლი მაქვს, რომელიც 2 ლეველზე მყავს. ამ იარაღზეც 2 სკინი მაქვს, ხო, ამაცი აღარ მაქვს. შემდეგ გადავიდეთ რომელზეც უზიზეს გასაძლიერებელი მაქვს, მაგრამ არ ვაძლიერებ, ეს მირჩენია. UMP-ზე ეს უმაგრესი გასაძლიერებელი სკინი, რომელიც ძალიან მაგარია. ვექტორზე ეს ერთი მაქვს და სამწუხაროდ ტომსონზე და ბიზონზე არ მაქვს, მაგრამ აი ამ P90-ზე და აი ამ იარაღზე მაქვს. P90-ზე 3 სკინი მაქვს, აქედან ჩემი ფავორიტი ალბათ ეს არის. შემდეგ შოტგნებზე გადავიდეთ. ამ შოტგანზე მაქვს ეს სკინი, რომელიც უსკინობას ნამდვილად ჯობია. აქედან ალბათ ეს უფრო ჯობია. მე ამ თოფსაც SKS-ის შოტგანს ვუძახი, ასე რომ ვთქვათ. DBS-ს ეს სკინი მაქვს. გადავიდეთ პულიმიოტზე. ალბათ ეს სკინი მირჩევნია, მე მიყენია უკვე. MG-ზე ეს სკინი არის კარგი, პისტოლეტებზე არ და ანდას დაგანახებთ პისტოლეტებზეც. ეს ორი სკინი მაქვს რა, დიდი არაფერი არა. აი ახლა ამაზე მაქვს 1 სკინი და ტაფაზე მაქვს უმაგრესი სკინი რა, ეს ძალიან მინდოდა ეს სკინი და მაქვს. ასევე დანაც მაქვს გასაძლიერებელი. აი ახლა რაც შეეხება მანქნებზე გადავიდეთ. მანქნებზე სედანზე სკინი არ მაქვს, ხოლოდ ბაგზე მაქვს სკინი. აი ეს 2 სკინი მაქვს ხოლოდ ბაგზე. კაი, ახლა გადავიდეთ ემოციებზე, ანუ ცეკვებზე და ჩემი ტოპ ცეკვა ალბათ ეს არის უმაგრესი ცეკვა. ასევე ესეც კარგი ცეკვა. მაგარი ემოციაა. ესეც კარგი. აი ესეც მაგარია ამ RP-ში იყო. როის რისეკ დამევასა ძალიან. აი. ახლა გადავიდეთ პარაშუტებზე. პარაშუტებზე ეს სკინები მაქვს, დიდი არაფერი არა, მაგრამ მაინც გამოდგება. აქ მაქვს 2 საფრენი. რომელიც საფრენს არ ვიყენებ. თვითმფრინავებზე მაქვს 4 სკინი. მაგრამ მე ეს მირჩევნია რატომღაც. აი ეს სკინი. შემდეგ გრენეიდებზე გადავიდეთ, რომელიც გრენეიდებზე ეს 2 სკინი მაქვს. Smoke-ზე მაქვს აი ეს სკინები და ჩემი ფავორიტი აი ეს არის. ამაზეც ეს სკინი მაქვს და მოლოტოვზეც ეს 2 სკინი მაქვს. კაი, შემდეგ აქ დიდი არაფერი არაა, მაგრამ აგერ კლასიკას და პრემიუმებს ვაგროვებ და ამის ოფენინგს შემოგთავაზებთ რა. ყუთების გახსნას. პოპულარიტების საკმაოდ ბევრი მაქვს, კომენტარებში დამიწერეთ ვის გინდათ და ყველას გამოგიგზავნით, ოღონდ ჩემი არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი. კაი, მოდი ახლა გადავიდეთ გასაძლიერებელი იარაღებზე, რომელიც 1 2 3 4 5 6 გასაძლიერებელი იარაღი თოფი მაქვს მეგობრებო. ეს მაქვს 1 ლეველზე, ესეც 1 ლეველზე და უზიც 1 ლეველზე. ხოლო SLR უცებ გამაძლიერა, თორემ ამის გაძლიერებასაც არ ვაპირებდი და ესეც მაქვს 2 ლეველზე.
ხოლო 64 მაქვს 3 ლევენზე და ახლა ერთი მატერიალი მაკლდება და kill message მეგობრებო მალე მოიხოდება. ფიქრობ რომ ამაზე აღარ გადავიყვანოთ, უილოდ 3 მატერიალი უნდა დავხარჯო ამაში. ამიტომ მირჩენია რომ ესე იყოს რა, მაინც ლამაზია და ყველაზე მაგარი იარაღი მე რაც მაქვს გასაძლიერებლებში. აი ეს ორი არის ჩემთვის ფავორიტი. უემი ერთ ლეველზე იყო გავაძლიერე და აი ახლა რა მაგარი ბუღები ამოსდის. შემდეგ ახლა სჭირდება 3 მატერიალი რომ აი ასეთი მაქვს და ასეთი გავხარდო. რომ შემდეგ გავაძლიერებ მეგობრებო ბოლომ აი ასეთი kill message აქვს. ბოლომდე როცა გავაძლიერებ აი ასევე მე მაქვს ლაზერის ეს 6x-ით და 4x-ით, მაგრამ 6 უფრო უხტება და ეს მაქვს. და ასეთი უემპი მეგობრებო რა მონსტრია უბრალოდ და რა ლამაზია. ხო ძერსკია და loot crate მეგობრებო, აი რა მაგარი loot crate აქვს. ხედავთ პროსტო. რავი, წესით ცუდი არ იყო მეგობრებო. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენ არ დაგოვიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა. მე კი შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში და ეს ვიდეო ავიყვანოთ 5-ზე მეტ ლაიქზე. 5-ზე მეტ ლაიქზე, იმიტომ არ გთხოვთ რომ ჩემი პირველი ვიდეო. ასევე გაჩვენებთ მეგობრებო. RP-ც მაქვს. კი, RP მაქვს მეგობრებო. რაცა გადავიდე RP-ში. მანდაც გადასვლა არ უნდა, აგერ RP მაქვს, ასე მაქვს გამაქსული. და ამის მოკლე ვიდეოს შემოგთავაზებთ აუცილებლად მეგობრებო. აგერ 48 მაქვს გახსნილი, 50 რო გავხსნი მეგობრებო. შემდეგ ამ გარანტირებულიდან შემოგთავაზებთ მოკლე ვიდეოს. აბა ნახვამდის.